ჯანძიაძეს ეროვნული პარკი, ჩინეთი. ჯანძიაძეს ეროვნული პარკი მდებარეობს ულინ-იოანის რაიონის მთებში. მისი მსოფლიო აღიარება ჯეიმს კამერონის ფილმმა ავატარმა მოიტანა. ცნობილი ფრანჩაიზის შემქმნელებმა აღიარეს, რომ ჯანძიაძეს კლდის სვეტები პანდორას მფრინავი კლდეების ერთ-ერთი ინსპირაცია გახდა. განსაკუთრებით უცხოპლანეტურად ეს კლდეები ნისლში მოქცეულ მდგომარეობაში გამოიყურება. ასეთ მომენტებში ნამდვილად გიჩნდება განცდა, რომ ისინი ჰაერში ლივლიwebენ. პარკში 3000-ზე მეტი მსგავსი გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 200 მეტრს აჭარბებს. ბუნებრივი მრავალფეროვნების გარდა, პარკი თავის ინფრასტრუქტურითაც აოცებს საზოგადოებას. აქ მოქმედებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი საბაგირო გზა. თუმცა აქ ყველაზე მთავარი არის ბაილუნის ლიფტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი გარე ლიფტი, რომელსაც ტურისტები 326 მეტრის სიმაღლეზე აჰყავს, საიდანაც საოცარი მთების ხედებით ტკბობა შეუძლიათ. გეირანგერის ფიორდი, ნორვეგია. ფიორდები ნორვეგიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ხოლო გეირანგერის ფიორდი, რომელიც სრუდ ფიორდის განშტოება და 15 კილომეტრზეა გადაჭიმული, ტურისტების მთავარი საყვარელი ადგილია. ფიორდის ბოლოში მდებარე გეირანგერის დასახლება დღეს დაახლოებით 300 ადამიანს მასპინძლობს, თუმცა კურორტის სეზონზე მოსახლეობა 7-ჯერ იზრდება. მისი პორტი საკრუიზო ლაინერებსაც კი მასპინძლობს, ხოლო ტურისტული გემები და ბორანები უფრო მეტად ხალხმრავალს ხდის ამ ადგილს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა ხედა უზარმაზარ ლაინერს ასეთ ვიწრო პირობებში, სადაც 1400 მეტრის სიმაღლის ციცაბო კლდეები დგას. აქ ნამდვილად აღტაცებისა და გაოცების გრძნობა გეუფლება. ადგილობრივი სიამაყეა 3 გასაოცარი ჩანჩქერი, რომლებსაც ასევე გასაოცარი სახელები აქვს: სიძე, პატარძლის ფატა და 7 და. ტასილის პლატო, ალჟირი. უცხოპლანეტური პეიზაჟებით კვებისთვის არა, მაინც და მაინც საჭირო კოსმონავტი იყო. ასეთი ადგილები ჩვენს პლანეტაზეც მოიძებნება. ტასილის პლატო იდეალური ადგილია, რომ თავი კოსმოსის მამაც მკვლევარად იგრძნო. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ქვიშაქვის კლდის წარმონაქმნები, რომლებმაც ეროზიის შედეგად უცნაური ფორმები შეიძინეს. აქ მოხვედრისას თითქოს ზღაპრულ ქვის ტყეში აღმოჩნდები სამყაროს კიდეზე და ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ზოგჯერ კლდის წარმონაქმნებს შორის არსებული ქვიშა მდინარეს გავს, რომელიც ღრმა კანიონში მიედინება. ტუმპაქსეუს ჩანჩქერი, ინდონეზია. ეს ჩანჩქერი თითქმის დაიკარგა თავისი ცნობილი გრანდიოზული მეზობლის სემერუს ფონზე, რომელიც იავის კუნძულის ყველაზე მაღალი და მუდმივად აქტიური ვულკანია. ტუმპაქსეუ თავისი სილამაზეთა და ძალით უნიკალურია. ხშირად მას ინდონეზიის ყველაზე ლამაზ ჩანჩქერსაც კი უწოდებენ. წყალი 120 მეტრის სიმაღლიდან ეცემა, მაგრამ არაერთიანი ნაკადით. ტუმპაქსეუს სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს როგორც 1000 ჩანჩქერი და მართლაც წყალი ქვემოთ მრავალი მცირე ნაკადის სახით ეშვება, რაც ამ ჩანჩქერს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს წარმოუდგენლად ლამაზი და ატმოსფერული ადგილია. ჰამპი, ინდოეთი. ჰამპი ინდოეთის სოფელია, რომელიც ძირითადად ცნობილია ვიჯაიანაგარის ნანგრევებით. ეს იყო იმპერიის ყოფილი დედაქალაქი, რომელიც ერთ დროს ინდოეთის სამხრეთ ნაწილს მდებარე ტერიტორიას მოიცავდა. იმპერია 1326 წელს დაარსდა და შედარებით მცირე დროის განმავლობაში დაახლოებით 3 საუკუნე იარსება. მაგრამ დღეს ჩვენ ნანგრევებს კი არა, არამედ ამ ადგილს უჩვეულო რელიეფს ვაკვირდებით. ეს გახლავთ უზარმაზარი გიგანტი ლოდები, რომლებიც ფართოდ არიან მიმოფანტულნი. მათი ყურებისას ისეთი განცდა გიჩნდება, თითქოს აქ გიგანტები თამაშობდნენ. ინდუსების რწმენით ეს ლოდები აქ ჰანუმანმა, მაიმუნის მსგავსმა ღმერთმა მოიტანა, რომელიც ინდური ეპოსის რამაიანას მთავარი გმირია. ნატრონის ტბა, ტანზანია. ტანზანიის ჩრდილოეთში მდებარეობს ტბა, რომელიც ძალიან უჩვეულოა. ეს მარილიანი ტბა ნატრონის სახელით არის ცნობილი. ტბა ნაკლებად შესაფერისია სიცოცხლისთვის, თუმცა ზოგიერთი არსება აქ მაინც თავს კარგად გრძნობს. ეს არის ადგილი, სადაც ფლამინგოები სიამოვნებით მრავლდებიან. რადგან ეს ტბა საკმაოდ არამეგობრული გარემოა, ის ბუნებრივად იცავს ბუდებს მტაცებლისგან. გარდა ამისა, ნატრონში სახლობს მარილის მოყვარული მიკროორგანიზმები, რომლებიც ტბას პერიოდულად ვარდისფერ ან წითელ ფერს აძლევენ. ტბის ზედაპირზე მოლივლივა ფლამინგოების ნახვა, ხოლო ფონზე კი ლინგაის ვულკანი, ეს ნამდვილი საოცრებაა. უჩარის ჩანჩქერი, რუსეთი. უჩარი ალთაის მთების უდიდესი კასკადური ჩანჩქერია, რომელიც 160 მეტრზე მეტ სიმაღლეს ფარავს. ჩანჩქერთან მისასვლელად დაახლოებით 8 კილომეტრნახევრის გზა უნდა გაიარო, რომელიც საკმაოდ რთულია. თუმცა ის ამათ ღირს. უჩარის შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ძალით, მასშტაბით და ხმაურით. საინტერესოა, რომ ეს ნამდვილად არ არის ჩანჩქერი, არამედ უფრო წყალფენია, რადგან წყალი ვერტიკალურად კლდიდან კი არა, ციცაბო ფერდობიდან ეშვება. ბუნების ეს ქმნილობა უკლებლივ ყველას აღფრთოვანებს. უჩარი შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია, რომელიც დაახლოებით 2 საუკუნის წინ წარმოიშვა, სავარაუდოდ მიწისძვრით გამოწვეული მთა კლდის ჩამოშლის შედეგად. ბრილიანტის პლაჟი, ისლანდია. ეს პლაჟი ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე.
იოკულ-საურლოუნის გაყინულ ტბასთან ახლოს მდებარეობს. ეს ადგილი ერთდროულად ბნელი და რომანტიკულია. შავი ქვიშის, სხვადასხვა ზომის და ფორმის ყინულის ნატეხებისა და ლურჯი წყლის შერწყმა რაღაც უცხო პლანეტურ და გოთიკურ შეგრძნებას ტოვებს. აქ შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ბუნება თავად არის ოსტატი, რომელმაც ეს ძვირფასი ობიექტები შექმნა. საიდან ჩნდებიან ეს ბრწყინვალე ბრილიანტები? ისინი ახლოს მდებარე მყინვარიდან წყდებიან, რომელსაც იონის სახელი ნამდვილად არ აქვს. ბრეი და მერკურკიუდლი. ყინულის მასები შეიძლება საკმაოდ დიდი ზომის იყოს, რაც თავისთავად უჩვეულოდ გამოიყურება, ხოლო მზის შუქი ამ სურათს კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს. ბაობაბების ხეივანი, მადაგასკარი. მადაგასკარი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უნიკალური კუნძულია. აქ მცენარეთა და ცხოველთა უმეტესობა ენდემურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ მადაგასკარზე არსებობენ. ამიტომაც მას ხშირად პატარა კონტინენტს უწოდებენ, თუმცა ის არც ისე პატარაა და დედამიწის მეოთხე ყველაზე დიდი კუნძულია. მისი გამორჩეული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია ბაობაბების ხეივანი. გზის 260 მეტრიან მონაკვეთზე განლაგებულია გრანდიდეს ბაობაბების კორომი. თუმცა ეს ხეები აქ ოდესღაც მარტო არ ყოფილან. ადრე ისინი ტყეში იდგნენ, მაგრამ ეს ტყე მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩეხეს. დღეს ისინი თითქოს მდუმარე საყვედურები არიან კაცობრიობისთვის. ხეების სიმაღლე ხეივანში ზოგიერთ შემთხვევაში 25 მეტრს აღწევს. მათ გვერდით თავი პატარა არსებად შეგიძლია იგრძნო. განსაკუთრებით მონუმენტურად ისინი მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს გამოიყურებიან. პილას დიუნა, საფრანგეთი. საფრანგეთი არ არის ადგილი, რომელიც უდაბნოს პეიზაჟებთან ასოცირდება, თუმცა სწორედ აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ქვიშის დიუნა. პილას დიუნის სიგრძე თითქმის 3 კილომეტრია, სიგანე 600 მეტრი, ხოლო სიმაღლე 106. ეს ბუნების მშვენიერება ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს. ხალხი აქ მოდის, რათა ისიამოვნოს ფიჭნარით, ფაქიზი ქვიშით, რომლის გათელვაც კი ანანებად და ბისკაის ყურით. პილას დიუნა ასევე საკმაოდ მოძრავი ღირსშესანიშნაობა, ქარის დახმარებით ის ყოველწლიურად რამდენიმე მეტრი ტყისკენ ინაცვლებს. პლიტვიცის ტბები, ხორვატია. ათასობით წლის განმავლობაში მიწისქვეშა წყლები კიროვან ქანებში მიედინებოდა, რამაც ტრავერტინის ბარიერების ფორმირება გამოიწვია. შედეგად შეიქმნა ხორვატიის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, პლიტვიცის ტბების ეროვნული პარკი, რომელიც ტურისტების რჩეული ადგილია. ეს პარკი 30,000 ჰექტარზეა გადაჭიმული, სადაც 16 დიდი და რამდენიმე პატარა ტბა, რომლებიც ერთმანეთთან ჩანჩქერებითა და ნაკადულებითაა დაკავშირებული. ეს ყოველივე ქმნის საოცარ პეიზაჟს. ეს მშვენიერება გარშემორტყმულია მთებით, წიფლისა და წიწვოვანი ტყით. ტბების წყალი ფერების მრავალფეროვნებას აჩვენებს, ზურმუხტისებრი მწვანიდან მუქ ლურჯამდე, რაც სეზონის მიხედვით იცვლება. ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს ამ პარკს, რათა ნახოს მისი უნიკალური ბუნება. მატერჰორნის მთა, შვეიცარია. მატერჰორნი ალპების საკულტო მწვერვალია, რომლის სილუეტი აუცილებლად გექნებათ ნანახი. ის სწორედ შოკოლად ტობლერონის შეფუთვაზეა გამოსახული. მისი მთავარი უნიკალურობაა პირამიდის ფორმა, რომელსაც 4 მიმართულება აქვს. მთა ზღვის დონიდან 4478 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი მაღალი ტექნიკური სირთულის გამო მატერჰორნი ალპების ძირითადი მწვერვალებიდან ერთ-ერთი ბოლო დაიპყრეს. ეჯგარეშია, რომ მატერჰორნი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მთა. მისი მონუმენტურობა და უჩვეულობა უბრალოდ გასაოცარია. სკოუგაფოსის ჩანჩქერი, ისლანდია. სკოუგაფოსი ბუნების გრანდიოზული ქმნილობაა, რომელიც ისლანდიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და ნამდვილი კინოვარსკვლავიც კია ამ ყველაფერთან ერთად. ის გამოჩნდა სერიალებში ვიკინგები და სამეფო კარის თამაშები. ჩანჩქერის სიმაღლე 60 მეტრია. წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ ზიან ამინდში 1 ან 2 ცისარტყელას მაინც ქმნის. ზამთარში სკოუგაფოსის ჩანჩქერი არანაკლებ შთამბეჭდავია. ჩანჩქერის გარშემო ქვები თოვლით იფარება, ხოლო გიგანტური ყინულის სლოუების გამოჩენა შესაძლებელია, თუმცა თვითონ სკოუგაფოსი არ იყინება. სულაკის კანიონი, რუსეთი. რუსეთის სამხრეთში, დაღესტანის რესპუბლიკაში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კანიონი. ის ევროპის ყველაზე ღრმა კანიონის საპატიო წოდებას ატარებს. მისი სიღრმე 1920 მეტრს აღწევს, ხოლო სიგრძე თითქმის 53 კილომეტრია. სულაკის კანიონი წარმოიშვა მდინარე სულაკის ხანგრძლივი და მძიმე შრომის შედეგად, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში კვეთდა მთის ქანებს. ამ მდინარის დაუღალავი შრომის წყალობით დღეს შეგვიძლია ვნახოთ თავბრუდამხვევი პეიზაჟები, რომლებიც ალბათ დედამიწის ერთ-ერთ საუკეთესო ხედებს შორისაა. კანიონის მასშტაბები ადამიანს თავს პატარა ქვიშის მარცვლად აგრძნობინებს ამ სამყაროში.
კანაიმას ეროვნული პარკი, ვენესუელა. კანაიმას ეროვნული პარკი ვენესუელასა და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ადგილია. აქ მისვლა საკმაოდ რთულია, ამიტომ სტუმრები ხშირად ირჩევენ ან პატარა თვითმფრინავს, ან პატარა რაიმე წყალზე მოცურავე ტრანსპორტს. თუ არტურ კონან დოილის რომანი „დაკარგული სამყარო“ წაიკითხავთ და ოდესმე გქონიათ სურვილი მისი ერთ-ერთი გმირი გამხდარიყავით, მაშინ პირდაპირ კანაიმასში გაემგზავრეთ. რომანის დაწერის ინსპირაცია მწერალმა რორაიმას მთებზე ექსპედიციის ანგარიშებიდან მიიღო, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. რორაიმა, რომელიც ღმერთების სახლის სახელით არის ცნობილი, პარკის ტერიტორიის დაახლოებით 65%-ს იკავებს. ეს არის მაგიდის ფორმის მთა, რომლის ყველაზე ცნობილი და ყველაზე მაღალი წარმომადგენელია რორაიმა, მაგრამ პარკის მთავარი ვარსკვლავია ანხელის ჩანჩქერი, რომელიც კიდევ ერთი მაგიდის მთიდან, აუტიანტეპუიდან ეშვება. ანხელის ჩანჩქერის ძალისა და სიდიადის აღწერა სიტყვებით რთულია. ეს უბრალოდ პლანეტის ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. წყალი უწყვეტად 800 მეტრის სიმაღლიდან ეშვება, რადგან წყალს ასეთ სიმაღლეზე მოგზაურობა უწევს, ის ნისლში გადადის, რომელიც რამდენიმე კილომეტრშიც კი შეიძლება იგრძნოთ. კანაიმას ეროვნული პარკი არის ბუნების სასწაული, სადაც იზოლირებული მაგიდის მთების მწვერვალებზე დღემდე არავინ ასულა. პერიტო მორენოს მყინვარი, არგენტინა. პერიტო მორენოს გრანდიოზული მყინვარი არგენტინის პროვინცია სანტა-კრუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს მყინვარი ხშირად ითვლება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ფოტოგენურ მყინვარად. ადგილობრივი მოსახლეობა მას ცოცხალ არსებად მიიჩნევს. პერიტო მორენოს ფართობი 250 კვადრატული კილომეტრია, ხოლო ზღვის დონიდან მისი საშუალო სიმაღლე 60 მეტრია. მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში მყინვარი ინარჩუნებდა ბალანსს, ანუ მისი მასა იმავე სიჩქარით იზრდებოდა, როგორც იკლებდა. თუმცა 2020 წლიდან პერიტო მორენოც უკან დახეული მყინვარების რიგს შეუერთდა. მყინვარი თავისი ზომებითა და გრანდიოზულობით აოცებს ტურისტებს. პერიტო მორენოდან რეგულარულად წყდება დიდი ყინულის ლოდები და ეცემა არგენტინოს ტბაში. ამის დანახვისას გიჭირს არ იფიქრო, რომ ეს მყინვარი მართლაც ცოცხალია. თვალს ვერ მოწყვეტ ამ ულამაზეს თეთრ მოლურჯო გიგანტს. ტრანგანის ლანდშაფტური კომპლექსი, ვიეტნამი. ნინბინის პროვინცია, რომელიც ჯერ არ არის ტურისტებით გადაჭედილი, წარმოუდგენლად ლამაზი ადგილია. აქ მაღალი კიროვანი მთები წყნარ მდინარეებსა და ფოთლოვან ტყეებს შორის არის მოქცეული, ხოლო იდუმალი გამოქვაბულები მიმოფენილია მწვანე ბუნებაში. 7 ნავით გასეირნება ტრანგანის ეროვნულ პარკში, რომელსაც ხშირად მიწის ჰალონგს უწოდებენ, უნიკალურ გამოცდილებას გაძლევთ. აქ წყნარი მდინარეებისა და ბრინჯისყანების ფონზე კიროვანი მთების პეიზაჟები მზის შუქზე საოცრად ლამაზია. სტუმრებს 4 ადგილიან ნავებით მიასეირნებენ, ხოლო მენჩბეები ხშირად ქალები არიან. მარშრუტი გადის შთამბეჭდავი გამოქვაბულებისა და გროტების გავლით, რომელთაგან ზოგიერთი 250 მეტრამდე სიგრძისაა. 2014 წელს ტრანგანის ლანდშაფტური კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს და მზით გაბრწყინებული კიროვანი მთების ხილვისას ხვდები, რატომ დაიმსახურა ამ ობიექტმა ასეთი აღიარება. იგუასუს ჩანჩქერები, არგენტინა და ბრაზილია. იგუასუს ჩანჩქერები დამსახურებულად შევიდნენ ბუნების 7 ახალი საოცრების სიაში. ეს არის სანახაობა, რომელიც შთამბეჭდავი მასშტაბითა და დაუჯერებელი სილამაზით აოცებს ყველას. ამ სილამაზეს ხაზს უსვამს ტროპიკული ჯუნგლები, რომლებიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. იგუასუ წარმოადგენს დაახლოებით 275 ჩანჩქერის კომპლექსს, რომელთა შორის ყველაზე დიდს ეშმაკის ყელი ეწოდება. ამ ჩანჩქერების ერთადერთი უარყოფითი მხარე შეიძლება ის იყოს, რომ თუ ერთხელ მაინც ნახავთ ამ შოკის მომგვრელ ბუნებრივ ქმნილებას, მომავალში სხვა ჩანჩქერები ვეღარ გაგაოცებენ. ზაიონის ეროვნული პარკი, ამერიკის შეერთებული შტატები. ზაიონის ეროვნული პარკი იუტას შტატში, ქალაქ სპრინგდეილის მახლობლად მდებარეობს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ზაიონის კანიონი, რომელიც თავისი სიდიადით და გასაოცარი ხედებით გულგრილს ვერავის დაგტოვებთ. 2023 წელს პარკს 4 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. კანიონი გამოიჭრა მდინარე ვირჯინიას ჩრდილოეთ ნაკადის მიერ და მისი სიგრძე 24 კილომეტრამდე გაიზარდა. განსაკუთრებულობას მას მარჯნისფერი და ბრინჯაოსფერი ქვიშაქვა ანიჭებს. კანიონის ყველაზე ვიწრო ნაწილი სახელად ნეროუსი კლდოვანი ნაწილითაა გარშემორტყმული, რომელთა სიმაღლე 300 მეტრს აღწევს, ხოლო მდინარის სიგანე ზოგჯერ 9 მეტრია. პარკის კიდევ ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობა ანგელოზების თავშესაფრის კლდე, რომლის მწვერვალიდან ზაიონის კანიონის თვალწარმტაცი პანორამული ხედი იშლება. პადარის კუნძული, ინდონეზია. პადარის კუნძული უჩვეულო ფორმისაა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიღაცა მისი ჩაკბეჩას ცადა. კუნძული გაძლევთ დაუვიწყარ პეიზაჟებს, რომლის ხილვას თითქოს სიცოცხლის აზრს გაწვდით. მის საუკეთესოდ დასანახად მოგიწევთ ასვლა საგუშაგო წერტილზე, რასაც 1000-მდე საფეხურის დაძლევა სჭირდება. იქიდან იშლება წარმოუდგენელი სილამაზის ხედები, კრისტალურად სუფთა წყლის ყურეები და პლაჟები, რომლებიც ვარდისფერი, თეთრი და შავი ქვიშით გამოირჩევიან. პადარი არის კომოდოს ეროვნული პარკის 3 კუნძულიდან ერთ-ერთი.
რომელიც კომოდოს დრაკონების გამოა ცნობილი. განიხილებოდა, რომ კომოდოს დრაკონები პადარზე გადაშენდნენ, თუმცა 2004 წელს მინიმუმ 12 ინდივიდი აღმოაჩინეს, რაც ამ ქვეწარმავლობის შესაძლო აღორძინებას გულისხმობს. სტუდლაგილის კანიონი, ისლანდია. სტუდლაგილის კანიონი ისლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, იოკულდალურის ხეობაში. ეს კანიონი პირველი შეხედვისთანავე გაგაოცებთ თავისი სილამაზით. ბაზალტის სვეტები წარმოუდგენელი ფორმებით არის განლაგებული, რაც მთელ ადგილს არარეალურ იერს აძლევს. სვეტები თითქოს პატარა მდინარე ჯოკლას იცავენ. წარსულში მდინარე საკმაოდ მძვინვარე იყო, მაგრამ ისლანდიის ხელისუფლებამ ჰიდროელექტროსადგური ააშენა, რის შედეგადაც წყლის დონე დაახლოებით 8 მეტრით შემცირდა. ჰესის გამოჩენამდე მდინარე ფარავდა ბაზალტის სვეტებს, ხოლო ეს ადგილი მხოლოდ 2017 წლიდან გახდა ცნობილი ღირსშესანიშნაობა. ახლა ყველა შეუძლია იხილოს ცისფერი წყლისა და 30 მეტრიანი სვეტების საოცარი შერწყმა. დიდი პრიზმატული წყარო, ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი პრიზმატული წყარო იელოსტოუნის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე გასაოცარი ღირსშესანიშნაობაა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი გეოთერმული წყაროა და მსოფლიოში სიდიდით მესამეა. მისი სიღრმე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო დიამეტრი 110 მეტრს აღწევს. ზემოდან მას რომ შეხედოთ, ის თვალის მომჭრელი სილამაზის თვალს მოგაგონებთ, ამიტომ მას ხშირად დედამიწის თვალს უწოდებენ. წყაროს წყლის ტემპერატურა 70 გრადუსი ცელსიუსია, რაც შესაძლოა ადამიანისთვის არაკომფორტული იყოს, მაგრამ წყალში მცხოვრებ თერმოფილურ ორგანიზმებს ეს ასე არ მიაჩნიათ. ზაფხულში ისინი წყაროს ნარინჯისფერსა და წითელ ფერს ამატებენ, ზამთარში კი მუქ მწვანეთი ფარებიან. წყაროს უჩვეულოდ კაშკაშა ფერები სწორედ მათი დამსახურებაა. შავი და თეთრი უდაბნოები, ეგვიპტე. საჰარა ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი ცხელი უდაბნოა, რომელიც მუდმივად იზრდება. მის 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე განლაგებულია უამრავი გასაოცარი ღირსშესანიშნაობა, რომელთა შორის შავი და თეთრი უდაბნოებია. თეთრი უდაბნოები შედარებით მცირეა და დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრია. უამრავი წლის წინ აქ ოკეანე მდებარეობდა, ხოლო ახლა მისი მემკვიდრეობა თეთრი ქანებია, რომლებიც ქარისა და ქვიშის ზემოქმედებით უცნაურ ფორმებად იქცა. თეთრი უდაბნოს სიახლოვეს მდებარეობს მისი სრულიად საწინააღმდეგო, შავი უდაბნო, რომელიც თეთრისა და შავის ერთგვარი ინისა და იანის ბალანსს ქმნის. შავი უდაბნო ცოტათი შემზარავ შესახედაობას ტოვებს, რადგან მისი უჩვეულო პეიზაჟი ძალიან ძველი ვულკანური აქტივობის შედეგია. ლესოთოს სამეფო პატარა სახელმწიფო ანკლავია, რომელიც მთლიანად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიითაა გარშემორტყმული. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მთლიანად ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მაღლა მდებარეობს. აქ მდებარეობს შთამბეჭდავი მალეცუნიანის ჩანჩქერი. ამავე სახელწოდების მდინარე მწვანე საძოვრებზე მიედინება და ბაზალტის კლდოვან ხევში ეშვება. ეს წარმოუდგენელი ბუნებრივი ძალაა, რომელიც სულს გიპყრობს. სამწუხაროდ ვიდეო ამ მასშტაბების სრულად გადმოცემას ვერ ახერხებს. ჩანჩქერის სიმაღლე 192 მეტრია, რაც 50 სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდება. მალეცუნიანი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ერთსაფეხურიანი ჩანჩქერია და ლესოთოს ნამდვილი მარგალიტია. ვადი რამი, იორდანია. თუ გსურთ თავი მამაც მოგზაურად იგრძნოთ და იდუმალი მარსის კვლევას შეუდგეთ, პლანეტის დატოვების გარეშე, იორდანიაში უნდა გაემგზავროთ აუცილებლად. ვადი რამი 70,000 ჰექტარზე გაშლილი უდაბნოა, რომელიც იდეალურია ყოველდღიური ცხოვრებისგან თავის დასაღწევად და საკუთარი თავის აღმოსაჩენად. ვადი რამი წარმოადგენს წითელ ქვიშებს, უდიდესი ზომის ქვიშაქვის კლდეებს, ბუნებრივად წარმოქმნილ თაღებს, გამოქვაბულებს და ხეობებს. აქაურ პეიზაჟებს მოწყენილს ვერ უწოდებ. ეს ულამაზესი ადგილი არა მარტო ტურისტების, არამედ კინომწარმოებლების საყვარელი ლოკაცია. აქ გადაიღეს ფილმები დიუნა, მარსელი და პრომეთე. ელსუს ტბა, ყირგიზეთი. ყირგიზეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ულამაზესი კელსუს ტბა. ტბა მთელი მსოფლიოს ტურისტებს იზიდავს თავისი ხელუხლებელი სილამაზით, ციცაბო კლდეებითა და კაშკაშა ზურმუხტისფერი წყლით. მაგრამ მისი გასაოცარი სილამაზე ერთადერთი მახასიათებელი არ არის. ტბას პატარა საიდუმლო აქვს. მისი სახელწოდება ითარგმნება როგორც გადასული წყალი. ეს სახელი შემთხვევითი არაა. პერიოდულად ტბა სრულიად ქრება მიწისქვეშა გროტებში და გამოქვაბულებში. ის შეიძლება ითქვას, რომ იკარგება. ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა ბოლოს 2019 წელს დაფიქსირდა. ვინიკუნკას მთა, პერუ. 2015 წელს პერუმ მოულოდნელად ახალი ღირსშესანიშნაობა აღმოაჩინა, რომელმაც სოციალური ქსელები ააფეთქა. ეს მოვლენა კლიმატის ცვლილებებს უნდა მივაწეროთ. მათ გამო დნობა დაიწყო მყინვარებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ფარავდნენ ვინიკუნკას მთის საოცარ სილამაზეს. მთა ზოლიან წინდებს მოგაგონებთ. ამ ზოლობის ფერები დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქანი ჭარბობს. მისი ფერები ადგილობრივი მოსახლეობის ტანისამოსისა და აქსესუარების ფერთა პალიტრას გავს. დღეს ცისარტყელას მთები პერუს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.
ტელაშჩიცას ბუნებრივი პარკი, ხორვატია. ტელაშჩიცას პარკი, რომელიც ამავე სახელწოდების ყურეს აკრავს გარს, ნამდვილი სამოთხეა. ყურა თითქმის 10 კილომეტრის სიგრძეს აღწევს დუგი ოტოკის კუნძულებზე, ხოლო მის სანაპირო სიგრძე ძლიერი განკვეთილობის გამო 69 კილომეტრია. პარკის მარგალიტი პატარა ტბა, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით აოცებს ყველას. ის დუგი ოტოკის კუნძულების ციცაბო კლდეებზე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის წყალი უფრო მარილიანია ვიდრე ზღვის და ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია. დრაკონის მთები სამხრეთ აფრიკა. ეს დიდი მთიანი სისტემა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ლესოთოსა და ესვატინის ტერიტორიაზე მდებარეობს და მოლოტი დრაკონსბერგის ეროვნულ პარკს მოიცავს. ის იდეალური ადგილია ფენტეზის ჟანრის ფილმების გადასაღებად, რადგან აქაურ პეიზაჟებს ისეთი ჯადოსნური იერი აქვს, რომ ნებისმიერ კინომწარმოებელს გააოცებს. მთების ბრტყელი მწვერვალები ციცაბო კლდეებით სრულდება და მის ირგვლივ მოცული ნისლი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს აქ უძველესი დრაკონები ცხოვრობდნენ. დრაკონის მთებში მდებარეობს ტუგელას ჩანჩქერი, რომელიც 5 კასკადს მოიცავს და ზოგიერთი მონაცემებით ან ხელზე მაღალიც კი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, მთების გამოქვაბულებში შემონახულია მსოფლიოში ყველაზე დიდი კლდოვანი ხელოვნების გალერეა, რომელშიც ათასობით ბუშმენთა მიერ შექმნილი გამოსახულება შედის. კრეიტერის ტბა, ამერიკის შეერთებული შტატები. დაახლოებით 5700 წლის წინ მაზამა სტრატოვულკანის ამორქვევის შედეგად უზარმაზარი კალდერა ჩამოყალიბდა. კალდერამ წვიმისა და მლაშე წყლის შეგროვებით შეიძინა სიცოცხლე, შედეგად შეიქმნა კრეიტერის ტბა. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ღრმა ტბა. ტბის სიღრმე 594 მეტრს აღწევს, რაც მას მსოფლიოში სიღრმით მე-9 ტბად აქცევს. კალდერას კიდეები ტბის ზედაპირს ზემოთ თითქმის 300 მეტრით მაღლა დგას და მისი სიდიადე თვალშისაცემია. ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ვულკანური კონუსი, სახელად ვიზერტ-ალენტი. კიდევ უფრო მეტად ავსებს ის მის უნიკალურობას და, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ჩვენს გაოცებას იწვევს. ფერნანდუ დი ნორონას არქიპელაგი, ბრაზილია. ატლანტის ოკეანეში ბრაზილიის სანაპიროდან 350 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ადგილი, რომელსაც დედამიწის 64-ის სახელით იცნობს მრავალი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილს ამ სახელის ტარების სრული უფლებაც აქვს. ეს არის ფერნანდუ დი ნორონას არქიპელაგი, რომელიც 21 საუკუნის დასაწყისში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. არქიპელაგზე მუდმივი მოსახლეობა მხოლოდ მთავარ კუნძულზე ცხოვრობს და მათი რაოდენობა დაახლოებით 3000-ია. წყალი აქ სუფთა და გამჭვირვალეა. ზღვის ფსკერი რამდენიმე ათეულ მეტრზე ჩანს, ხოლო არქიპელაგის წყალქვეშა სამყარო გასაოცრად მრავალფეროვანია. თითოეულ დღეს არქიპელაგზე არაუმეტეს 600 ადამიანს უშვებენ, რომლებსაც შეუძლიათ დატკბნენ საოცარი მზის ჩასვლით. ბათარას ჩანჩქერი, ლიბანი. ბათარას ჩანჩქერი შედარებით ცოტა ხნის წინ, მხოლოდ 1950-იან წლებში აღმოაჩინეს. მეცნიერთა შეფასებით ის მილიონობით წლის განმავლობაში ფორმირდებოდა. მისი მთავარი უნიკალურობა ისაა, რომ 225 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილი წყალი 3 ქვის ხიდს გაივლის, რომლებიც ერთმანეთზეა გადმოკიდული. მსგავსი ჩანჩქერი მსოფლიოში არსად გვხვდება. ზამთარში და გაზაფხულზე ჩანჩქერი პიკზეა, ხოლო ზაფხულში სრულად შრება. თუმცა მის გარეშე ხიდები და გამოქვაბულები მაინც თამბეჭდავად გამოიყურებიან. ჰუანშანის მთები, ჩინეთი. თუ პოეტური შთაგონება ან პეიზაჟების შექმნისთვის იდეები გჭირდებათ, ჰუანშანის მთებზე უნდა გაემგზავროთ, რაც სიტყვასიტყვით ყვითელ მთებს ნიშნავს. მათ უცნაური ფორმის მწვერვალები აქვთ, რომლებიც უნიკალური სილამაზით აღაფრთოვანებენ ადამიანებს. ამ მთის ხატოვანი აღწერა ხშირად გვხვდება ჩინურ ლიტერატურასა და მხატვრობაში. ჰუანშანის რაიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ჩვენი მიზანია ბუნების ამ საოცარი სილამაზის მაქსიმალურად დაფასება და მომავალი თაობებისთვის მათი შენარჩუნება. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ უყურეთ მას თავიდან ბოლომდე. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეს. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.